საღამო მშვიდობის მივესალმები მაყურებელს და მივესალმები სამაგალითო კაცებს და ქალებს საპყრობილეებში, რომლებიც უკანონოდ არიან დატყვევებლები და პირველ რიგში მათ მიმართავდა მათ ვეტყვი, რომ ვერც ერთი ადამიანი და ვერაფერი დედამიწის ზურგზე ვერ გადამაფიქრებინებს თქვენთან ერთად გამარჯვებას, ასე რომ იყავით ხნედ და ძალიან მაგრად. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, რომ შევაჯამო, ბევრნაირი აზრი მოვისმინე და ბუნებრივია უკანონო ტყვევების მერე უამრავი ადამიანი მოდის, მიზიარებს საკუთარ პოზიციას და ისიც რა ბრაზი იმაზე მეტია ვიდრე იყო. იმაზე მეტია ოპტიმიზმიც ვიდრე იყო და რაც ყველაზე მთავარია, ადამიანებს უფრო მეტად უნდათ ცვლილებები ვიდრე ეს იყო მაგალითად გუშინ. მიუხედავად იმისა, რომ მეც მივეკუთვნები ადამიანების იმ ჯგუფს, რომელიც მაგალითად დღევანდელ დღეს აი ესე რაღაც შეიცვლება რადიკალურად შეიცვლება და გააგრძელებს სხვანაირად ცხოვრებას, ამ ჯგუფს არ მივეკუთვნებოდი, მაინც გამოვიდი რწმენით, რომ ის რაც გვეკუთვნის უნდა მოვიპოვოთ და უამრავი ასეთი ადამიანი ნახე, ვინც ამბობდა, რომ სულ სხვა ძალას ვებრძვით, ანუ უბოროტეს, არალეგიტიმურს, რუსულს, რაც ყველაზე თვალშისაცემია და ასეთ დროს არ არის ხოლმე მარტივი რაღაც ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც არა თუ აქ იყვნენ მხოლოდ, რომლებიც ვნახეთ, თუნდაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არ ვიცი, ყველამ თუ ვინმეს რაიმე აქვს გადასამოწმებელი, შეუძლიათ რომ უბრალოდ არ ვიცი, გამოაღონ მაღაზიის კარი, შევიდნენ და უბრალოდ კონსულტანტს, არ ვიცი, მოვლარეს ნებისმიერ ადამიანს დაელაპარაკონ და მიხვდებიან იმას, რომ ეს ხალხი არ აპირებს გაჩერებას. გეგმა, აი ეს ყველაზე ცუდი სიტყვა, რომელიც ადამიანებს ძალიან აბნევს, მე პირადად ამ სიტყვას არ ვუსმენ, არ ვიზიარებ და არანაირ პოზიციას არასდროს არ მოვისმენ. ვიცი ის, რომ დაუშვებელია არ დავაფასო იმ ადამიანების ენერგია, იმ ადამიანების, აი არ ვიცი, ყოველი წამი, რომელიც ჩემი ტყვეობის დროს მე რასაც უყურებდი ეკრანზე, აი აქ იდგნენ და დღესაც აქ ვუყურებ. ეს ადამიანები მოიტანენ ცვლილებას. ბოლოს როცა თქვენ ჩვენს ეთერში იყავით, მაშინ დიდი ოპტიმიზმით ელოდებოდით 4 იმედგაცრუებული არ ვარ პირდაპირ ამ განწყობით მოვიდნენ მოქალაქეები აქ. თუმცა დღის შემდეგ ალბათ უფრო მეტ პატიმარს ვნახავთ, ვიდრე ამ დრომდე იყო და ეს დაანონსებულია ღიადაც არის უკვე ნათქვამი და მოსალოდნელი საკმაოდ რეალური პერსპექტივაა. თუმცა ამ პროცესს სჭირდება ბუნებრივია მართვა. ხომ აქ ადამიანები თუ კი იყვნენ იმედგაცრუებულები, იყვნენ იმიტომ, რომ მათ პროტესტი ისე ვერ გამოხატეს, როგორც ალბათ ელოდნენ, თორემ მათი განწყობები ხომ არ შეცვლილა ხელისუფლების მისამართით. ალბათ პროცესს სჭირდება მართვა, არ ფიქრობ ასე? აი რაში შეიძლება ვნახოთ გამოსავალი, ან ნახონ იცი რა, ნაწილობრივ ვეთანხმები ამ პოზიციას, არა იმიტომ რომ კითხვას მისვამ, ნებისმიერ ადამიანს დავეთანხმები, ვინც თვლის რომ მასშტაბურ პროცესებს სჭირდება ლოჯისტიკა. ეს ჩვეულებრივი ამბავია და ხოლოდ მართვა ის კი არა რაღაც მოუწოდო რომ გამოვიდეს ან წავიდეს ან იქ დადგეს ან არ დადგეს. როცა ბევრი ადამიანია კონცენტრირებული, მათ გასაგებია რომ იდეა ერთიანებთ, მაგრამ ნახეთ მე სულ მაქვს აი ჩემ საკუთარ თავს ვეწინააღმდეგები და ვაკრიტიკებ ყოველთვის, ანუ მე არ უნდა დამჭირდეს არავის თხოვნა იმასთან დაკავშირებით, თუ სად უნდა ვიდგე და როდის არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დრო. ამიტომ მე მაინც ამ პრიზმიდან ვაკვირდები მოვლენებს და ამ პრიზმიდან ფიქრის შემდეგ ვერთვები პროცესებში, ჩემთვის მაგალითად მოუდგენელი იყო დღეს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი ადგილი, ვიდრე იყო რუსთაველის გამზირი, დედაქალაქის მთავარი გამზირი. და რატომ? გასაგებია რომ მართვა ჭირდება და რაღაც ქაოტური სიტუაცია ბევრისთვის იმედგამაცრუებელი არის ხოლმე და ასე აღმოჩნდება ხოლმე, მაგრამ მაინც ვთვლი რომ ყველამ საკუთარი პასუხისმგებლობით უნდა ავწონდავწონოთ რაღაც მოვლენები და ჩვენს წინ არსებული რეალობა, რომელსაც თვალს ვუსწორებთ. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, როცა არ არის ხო ხუთკაციანი დაბადების დღე საუბარია ქვეყნის ბედზე, ქვეყნის მომავალზე. ასეთ დროს თუ კი ადამიანების გარკვეული ჯგუფი სათავეში უდგება რაიმე პროცესს, მაშინ მართვაზეც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ადამიანი იმედგაცრუებული კი არ წავიდეს სახლში, არამედ პირიქით უფრო მეტი ოპტიმიზმით აივსოს და აი ამ ნაწილში ალბათ უფრო მეტად გვაქვს თვალები გასახელი და ალბათ უფრო მეტად უნდა დავინახოთ ერთმანეთი. ალბათ შეიძლება გაკვეთილია და ხო აი ამას ვიტყვი, რომ თუ ვინმეს გონია რომ რაღაც შეცდომები იყო დაშვებული, ამითაც იმედგაცრუებას ნუ მიეცემით, იმიტომ რომ შეცდომებს არ უშვებს ის, ვინც არის უსაქმური და ვინც ზოგადად ფიქრობს და ზრუნავს ქვეყნის მომავალზე, შესაძლოა ხანდახან შეცდომებიც დავუშვათ, თუმცა მე რა თქმა უნდა არავის არ ვამართლებ, იმიტომ რომ აქ კიდევ ერთხელ ხას უსვამ პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი, ქალები, კაცები, ბიჭები, გოგოები, არ ვიცი, გულანთებული ქართველები დგანან წინა ხაზზე და უნდა ვიზრუნოთ მათზე, უნდა ვიფიქროთ, მინიმუმ უნდა იცოდნენ ამ ადამიანებმა, რომ ეს ჩვენი ქვეყანა, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, მათი მომავალიც არის და მათ შორის იმ ადამიანებისაც, რომლებიც ხელს გვიშლიან წინსვლაში.